ამ ვიდეოში მოგიყვებით ჩემს პატარა მოსწავლეებს რა საშინელებები უთქვათ ჩემთვის. პატარებს აღარ ვასწავლი, დიდი ხანია და დიდებს ვასწავლი, მაგრამ პატარა ბავშვებს ზოგადად საუბრის კონტროლი ძალიან უჭირთ და ძალიან გულახდილები არიან და საუბრობენ ხოლმე და იძახიან ზუსტად იმას, რასაც ფიქრობენ. შესაბამისად დავიწყოთ. პირველი. დღეისთვის ტკბილეული არ დაგიხვედრებიათ. რა იყო? ორნაბიჯში არ იყო აქციები? ანუ დაამოღამეს რომ ტკბილეულებს აქციაზე ვყიდულობდი ხოლმე და ვახვედრებდი. მეორე. მოსწავლე შემხვდა რესტორანში და მითხრა: "გაბურძგნული თმების გარეშე ვერ გიცანით." ანუ გაკვეთილზე სულ გაბურძგნული თმები მქონდა და კარგად მეცვა და დავარცხნელი ვეყავი, ვერ გიცანით ვარ და მიცნო, იმიტომ რომ დაახლოებით 737884 მეტრიდან მიქნევდა ხელს. მას ვერ გიცანით გაბურძგნული თმების გარეშე. მადლობა, საყვარელი ხარ. თქვენ კომპლიმენტი არ იყო. კაი, შემდეგი. ალბათ ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი იყავით. ასაკში ჭირს წყნის დაკლება. შემდეგი. დღეს მაკიაჟი გისვია. რამე დღესასწაულია? შემდეგი. დედამ თქვა, დღესაც თუ კიდე ბევრ სამეცადინოს მოგცემს, ძალიან გთხოვ ზალაში ხმამაღლა არ იკითხო, იმიტომ რომ მამა შენი იგინება დილის წინა. შემდეგი. თქვენი დაბადების დღეზე დაპატიჟება მინდოდა, მაგრამ დედამ თქვა, რომ მაგას რო უთხრა, მე სხვა მასწავლებლები გააშვერენ ცხვირსო. დასასრული. ძალიან მენატრება პატარა ბავშვებთან მუშაობა, ხან მართლა.